Ministrმა რამდენჯერმე დირექტიულად მტკიცებითი ფორმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება და არის საბოლოო. ამიტომ ჩნდება რიტორიკული და ლოგიკური კითხვა, მაშინ რა საჭიროა პარასკევს გაერთიანებული შეხვედრა როგორც თბილისის სახელმწიფო, ისე ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ეს კითხვა დაუსვით განათლების მინისტრის მოადგილეს, თუმცა მას ამ კითხვებთან დაკავშირებით არ აქვს ცალსახა პასუხი. გარდა ამის ამბობს იმასაც, რომ ექვემდებარება თუ არა ეს გადაწყვეტილება გადახედვას, ამასაც მინისტრი გადაწყვეტს, რადგან ის ვერც ადასტურებს ამ ფაქტს და ვერც უარყოფს. ამის პარალელურად ასევე ისაუბრა იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომლებიც პარალელურ რეჟიმში რამდენიმე დღის მიყოლებით გაიმართა ტექნიკური და უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან და წარმომადგენლებთან. თავად ფიქრობს, რომ არის პროდუქტიული, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პროფესორებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამავე პროცესში არის ის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სტუდენტებმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლა აბარებენ უნივერსიტეტებში, აბიტურიენტებმა უბრალოდ როგორ უნდა აარჩიონ შესაბამისი უნივერსიტეტი. ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგვცა ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილემ, შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ. ახლა ვისაც გაზაფხულზე აბიტურიენტს არჩევანის გაკეთება უწევს და სასწავლებლების ჩამოთვლა, რას ჩაწერს აქ? თავრობის გადაწყვეტილების მიხედვით იქნება მოხდარი დადარებები, კვოტირების გაკეთება და იქნება პირდაპირ მითითებული პროგრამა და შესაბამისი უნივერსიტეტი. თუ რეორგანიზაცია დასრულებული არ არის, თავისთავად ორივე უნივერსიტეტის სამართალ სუბიექტურობას შეინარჩუნებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თუ ექნება იმ მოცემული მომენტისთვის რეორგანიზაციის პერიოდში ჩაწერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბერლის თვეში შემდეგ რაც ანკეტა კითხვარები გაიხსნება, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა დაადგენს შესაბამის პროგრამებს, კვოტირებების ნაწილს, მათ შეეძლებათ ამის მიხედვით არჩიონ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმის გამო, რომ რეორგანიზაცია შეიძლება დასრულდეს რამდენიმე თვის შემდეგ, რამდენიმე ვერ გეტყვით ზუსტ დროს, მოგეხსენებათ, რომ ორ უზარმაზარ უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა განსაკუთრებით სტუდენტების სწავლებასთან დაკავშირებით არ იგეგმება. სავარაუდოდ ორივე უნივერსიტეტი დახვდება ისევ? მარტში ნამდვილად დახვდება, შემიძლია 100% გითხრათ. სხვა თეორიული შანსი არ არსებობს. განათლების მინისტრის მოადგილე შეხვედრებს პროდუქტიულად და საინტერესოდ მიიჩნევს, თუმცა ამავე პოზიციაზე არ არიან ის პროფესორები, რომლებიც დაესწრნენ შეხვედრას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ ეს იყო შეხვედრისთვის, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება ისედაც მიღებულია. ამ პროცესში მათ განსაკუთრებულად აბრაზებთ ის ფაქტი, რომ არავის ჰქონდა მათთან კონსულტაცია, კომუნიკაცია, მათი კითხვისა და მათი რჩევის გარეშე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ისინი მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც დააფიქსირებენ მტკიცე პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ხოლო შედეგი როგორი იქნება, ეს ცხადია, არავინ არ იცის. დღეს 2 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში კვლავ იგეგმება შეკრება პროფესორებისა და სტუდენტების, რათა გაგრძელდეს ეს პროტესტი, ხოლო 4 საათზე უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება სენატის სხდომა და მოგვიანებით გავიგებთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პროფესორები და რა პოზიციას გააჟღერებენ მათ შორის საჯაროდ. მე პირადად მონაწილეობდი იმისთვის, რომ გაიმართება სენატის სხდომა და იქ მივიტანო ჩემს კოლეგებთან ის აზრი, რაც თქვა დაფიქსირდა. დაფიქსირდა ერთადერთი რამ, მიღებულია გადაწყვეტილება უხეშად, ზემოდან, ისიც კი არ ვიცით, ვინ მიიღო, როგორ იგეგმებოდა ეს, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენიათ ამ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი, უბრალოდ მიიღეს გადაწყვეტილება, უნივერსიტეტს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას ასე ვთქვათ გააცნეს შემდეგ და ეხლა ჩვენ უბრალოდ გვეკითხებიან, ასე ვთქვათ, რა კონტრარგუმენტები გაქვთ იმის შესახებ, რაზეც არც გზამკვლევი არსებობს, არც პროექტი არსებობს, არც გეგმა არსებობს, არც კონკრეტული ხედვა არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უნივერსიტეტების გაერთიანება. აკადემიური სფეროს პროტესტი და ბრძოლა ქართული ოცნების განათლების სამინისტროს წინააღმდეგ გრძელდება. პროფესორთა უდიდესი უმრავლესობა კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ქართული ოცნება უწოდებს ორი უდიდესი უნივერსიტეტის შერწყმას, თუმცა ახლა ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ეს არა ორი უნივერსიტეტის შერწყმა, არამედ ლიკვიდაცია. სწორედ ამიტომ არ იციან, რამდენად გამოიღებს შედეგს მათი პროტესტი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად პროტესტი გრძელდება.